სალამი გიორგი. ბასრი დისკუსიების გამარჯობათ, მოკლედ როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღე 25 ოქტომბერია დღეს ვიმყოფებით სასტუმრო ბილდპორში თბილისი ნაივ შოუ 20-25-ზე და პირველი არის ჩვენი ესეთი გადაღება ესეთ რეჟიმში შევეცდებით რომ მაქსიმალურად კარგად გავართვათ თავი და დავიწყოთ აბა ოსტატებთან ნელ-ნელა მოგესალმებით ბატონო მიხეილ. სალამი ბატონო გიორგი. აი ჩვენ ხო რა თქმა უნდა ჩვენ იმასაც შევხედოთ და მე ბოლოს საფუძვლიანად შევხედოთ. კაი, წავიდეთ ხო ეხლა? სანამ ხალხი შემოვა, ეხლა ნახევარსაათში გაიღება კარი და მიშაბა. წავედით, მაინც მოვასწროთ. წავედით. გუგას გამარჯობა. გუგა სალამი. გუგა როგორ ახარ? პირდაპირ მოგადექით, პირდაპირ წერთ ნებართვების და ყველაფრის გარეშე, ანუ არას ვერ იტყვი. გუგა ჟავანაძე, twins არის ჩვენი ძმა და მეგობარი და ძალიან მაგარ რაღაცებს ხედავთ გუგას მაგიდაზე. გუგა, დასაკეთიდანები მე შენი არ მქონა ნანახი. რა სიძახი ეს რეები მოიტანა. დასაკეთები მოიტანა. ახლა წისი არის. მოდი შენ თვითონ გვაჩვენე რა. ამიდი და პატარა გაგვიზიარე. მოდი შენ თვითონ აგვიხსენი, თან ნახე რა გრინდია რაღაცა. დაუსრულებელია ეს რაც მოვასწარი გამოფენისთვის. აი, ფრეიმ ლოკი ტიტანი გვაქვს ხო მე მგონი გუგა? ჩარჩო არის ტიტანი, ბოლტები არის ესა თითბერის, შიგნით ღერძი არის უჟანგავი ფოლადის, უკან ბექსპეისერი არის ესე რა ქვია თითბერის ბექსპეისერი. შეიძლება გუგა. ეს ფიქსატორი არის ნახშირბადოვანი ფოლადის და პირი არის იბლიან მაგნაკათი. აჰა, მაგნაკათი შენ აწრთე ნახე როგორი პირი არის. როგორც შევძელი რა. გუგა სახელი მოუფიქრე მოდელს. კი. რა ქვია? მოდელს ქვია კარიოკა. როგორ? კარიოკა. ამას ნიშნავს? ძალიან საინტერესო დანაა. არის ლამბორჯინი ტრაქტორის პირველი ტრაქტორის სახელი. ვა, ძალიან მაგარია. გუგა. წარმატებები ბევრი ძალიან ემოციების ქვეშ ვარ, ძალიან მიხარია შენი დასაკეთი დანა. ნარად კიდევ ნახავთ. კი, აუცილებლად. ძალიან მოხიბლული ვარ ამ ყველაფრით და რა. გადაცემაშიც გაგვიხარდება შენი ნახვა, თუ ნამდვილი არ იქნება. აჰა, მოხარული ვარ. ზო, მაგაზე შევთანხმდით. მოკლედ მაყურებლებო გუგაც გვეყოლება სტუმრად გადაცემაში. არა, რა სიტყვია, ძალიან ფრეიმ ლოგზე გვაქვს დანები, აგერ ჩვენი ემოციების ქვეშ ვარ. წარმოების. დამხელად წინსულები არის პირველი გამოფენა რომ ახსოვს ნახე როგორი ტიტანი. ავითი გვინდა ეხლა, სად არის დავით? ავითი. მოდი ირაკლისთან აინტერესებს ირაკლისთან გადავინაცვლოთ ერთი. ავაგზელოთ. უიმე, ტემურ გამარჯობა. შენ რამის გაგიარეთ გვერდი, როგორ ახარ ტემურ გენაცვალე. მაისა და გაჩერება გვაქვს ტემურთან. ბატონ ტემურ კეზულასთან შევჩერდეთ და ნებას თუ დაგხვავს, გავეცნოთ მის დანებს. აგერ ოფიციალურად ნებართვა მივიღეთ. მოდი ეს დაიჭირე. ბრენდი ციმორი, ვინც არ იცნობს ქართული ბრენდი, მე მგონი ყველა იცნობს, თუ ვინმე დარჩა რო არ იცნობს, აგერ არის ციმორი. ტემურ, როგორც მახსოვს შაშანდელთან შედარებით, უფრო მეტი მოდელებით ხარ წარმოდგენილი, თუ მეშლება. ყველაფერი ახალია. ახალი მოდელები. არაფერი არ არის. ეს არის ციმორი თეოლები. ესენი არის ძველები. აი დააკვირდით, ეგ ერთეული ვარიანტებია, სულ ყველაფერი სერიული ასეთია. გამარჯობა, როგორ გძანდებით? ციმორის წარმოებული დანა დევორ ფოლადზე. ჩემი ხმა კარგად თუ არის ეს, მოდი მაშინ შენ თვითონ გითხარი ამ ფოლადზე, თქვენ თვითონ აკეთებთ ამ ფოლადს. ეს ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ ამ ფოლადს, ამერიკელები აკეთებენ. ჩვენ ვაკეთებთ წრთობას და ამუშავებს. ეგ არ მთავარი. კეთილი. დემურ ისა აქ დანებზე ისე ისრინჯვარის ნომინაციები მაგისთვის არის ხო ცალკე გამოყოფილი დანებით? ხო, რაღაც ამდე აქ ჩავამტკივე. ეს არის სანომინაციო დანები. არჩევანის მიხედვით. ხო? სანადირო და ჩვენ ხო მიმართულება უფრო ისეთი ვაქვს და პრაქტიკული. კი. პრაქტიკული მივდივართ და გზით და ხელოვნების ნიმუშებში და ეგ ზაქროს ის არის რომ იცოდი სხვა შორის. ძალიან ლამაზია ეს. ძალიან ლამაზია. ეს მომეწონა მე განსაკუთრებით. ეს პირველი ნაიმშოუს გამარჯვებულია სხვა შორის. ვა. პირველი მეწყალია. შენიერი. M390. ძალიან კაი. M390-საც აწვდობთ ტემურ. უნაცობია M390-ს ვერ ვაწვდობ თეჯი. კი ვაწვდობ, მაგრამ მოკლედ რა ვიცი, აგერა უკვე. ბევრი მეორე ქართულ ოსტატთან ვართ და მე მგონი რექსიც ყოფილი. საკმაოდ მაღალ ხარისხი გვაქვს. თუმცა რამდენი ხანია წვიდებით მაგასაც. და იმედია თქვენს ძვირფასო გამომწერებო მოგწონთ ეს ყველა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. გავაგზავნოთ. ვიმუშავებთ მაგმართულებით. კაი დემურ გავაგზავნოთ. აი საინტერესო რაღაცებს ხედავ და მოდი აბა ნებართვას თუ მოგცემენ გადავიდეთ. აი ოქსიდაიზერ კასტომსი თუ დაგვითმობს, გამარჯობა. კი ბატონო, გაგვეცანეთ თუ შეიძლება. ზვიაჯანჯღავა. მე კი ვიცნობ ძალიან კარგად ზვიადს და ფანტასტიკური, აი რაღაცა განსხვავებული რაღაცებია ყოველთვის ზვიადთან რა. მოდი ზვიად დაიჭირე და მაინც გამოგაჩენთ.
ეს სამშვენისები არის განის თვითონ დანები არის დაკასტემებული უფრო აი ირაკლის დანები კასტემს უკეთებ აუდიო აი ძველებური ვინტებს რაღაცებს ნავთლუხში ეგეთ ადგილებში ვეძებ და იქიდან აიყურე იქიდან გამომდინარე მე იმაზე ვაგებ რაღაცებს რა უნე ამაზე გამოდის მე ერთი წამი ცოტა ხმამაღლა ვიტყვი მე პირველად რომ ნახე მოკლედ ზვიადის ნაკეთობები დავრჩი არ ვიცი რა აი პირღია რასაც ქვია აი მარტივად აი ეს პატარა სოკო აი როგორი მაგარი სამშვენისი არის რა დიდი სიამოვნებით ნებისმიერ დანაზე ჩამოვკიდებდი რა არ ვიცი აქ ნამდვილად იგრძნობა ხელოვანის ასე ვთქვათ თავისი ხედვა ხელწერა და ყველა გამოფენაზე რაღაც ახალ რაღაცებს გვაჩვენებს რისგან კამეჩის რქა არის რა ინდური კამეჩის ძალიან მაგარია ვარსკვლავური ომების რაღაც თემატიკა არის ესა და წინვალია წარმატებული გამოფენა და რა ვიცი ბევრი მომხმარებელი და წინსვლა და წავედით აბა გავაგრძელეთ სადმევივართ გიორგის სადმე ყავართ აბა ვნახოთ ადმე უყავართ გიორგის აი მე მგონი ადონო გიორგი საინტერესო მაგიდასთან მოვდივართ მე მგონი სადღაც მოგიყვანა ირაკლის გამარჯობა ბობდიში შემოგეჭრებით საკარია გამარჯობა როგორ ახარ მადლობა კარგად თავად როგორ ახარ კამერების წინაშეც მოგესალმებით გამარჯობათ კიდე ერთხელ გამარჯობათ ირაკლისგან პირობა გვაქვს რომ გადაცემაში გვესწრუნება მაგრამ აქაც შევაწუხებთ გამბავეც მოხდება ჩემი სახელი არის ირაკლი ბაქრაძე ვარ ისტორიკოსი რესტავრატორი და ტრადიციული დანების ოსტატი. მე აი შენ ამ დანასთან მქონდა ასე ვთქვათ ბედნიერება რომ ენახა და შევხებოდი გიოსთან, არ ვიცი აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან მიხარია რომ ჩვენ ქვეყანაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აი ესეთი არ ვიცი ნატიფ ასე ვთქვათ ქართული სიტყვა პადგონკა როგორ არის დამუშავების არ ვიცი დეტალიზაცია არის აი უმაღლეს დონეზე გაკეთებული მეგობრებო არ ვიცი ძალიან მაგარია ეს არის აი თლიანად აი ამ დანის გაკეთება თავის ქარხაში დაახლოებით 2 კვირა ვუნდები დილიდან საღამომდე აი ეს მთელი დღე რომ მარტო მაგას უდიდესი შრომა კი ბატონო დათო ამის სადღაც დიდი წილი მიდის არ გახვიდე შენთან მოვალთ სწორედ თერმოდამუშავებული ჭედვის პროცესი თვითონ ჭედვის და წრთობის პროცესი დანარჩენი საერთოდ როის ალბათ 80% მიდის იმაში, რომ აი ყველაფერი ზუსტად იყოს მაქსიმალურად მორგებული, გრიჭო არ იყოს, ესე გახედავ, ესე გახედავ. ჯონდი შიგნით ვარ, შიგნით გავმართე, ყველაფერი გადაღება მაქვს. შამო. იმიტომ რომ მიუხედავად კი, ავაწყო ჯონდი. რახან ეს არის ტრადიციული ფორმა და რახან ძველი ნიმუში. კი, ჯონდი, ისე გაკეთებული. უმეტესობა ისე უყურებს, რომ ამას ეხა რა უნდა ხო? არა, მარტივად გავაკეთებ. მოდი ჯონდი, აბა მოდი. ძველებს მაგაში იღებდნენ 3 კილო ყველს. კი ბატონო. 3 კილო ყველით ეხლა, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა, ხო, დანა აღარ არის ეს მაგას, რომ რაღაცა დაჭრა, დანა რაღაცა ესთეტიკური სიამოვნების. ჯონდი გადაღება მაქვს, ჯონდი. ძალიან ჯონდი გადაღება მაქვს. მინდა რომ გისურვო, არ ვიცი. კაი, მიდი. ყველა ეს არის თეორიის წარმატებები უსურვოთ და გავაგრძელეთ აბა ბოდიში გამოთშული ვიყავ. ეს ქარქაში ანახე? არა, ეს ქარქაში არ გვინახია. ეს ქარქაში? ხო, 2 ტიპის ქარქაშებს ვაკეთებ. ეს არის ერთი ტიპის ქარქაში. მომავალში ამას გეგმავ რომ ამაზე ვერცხლი გავაკეთო, ვერცხლს მუშაო და ვერცხლას ევადიანი დეტალები ქონდეს და აი შედარებით ესეთი მაგარი ქარქაში. ხო, არა, არ ვინახია. ყოველდღიური ვერსია და ისეთ კიდევ უფრო ტრადიციული. აი რა შეხედოთ. ხავენ მოგაცევთ ყურადღებას. აი ეს არის ძველი ტრადიციული დანა არის. კი. აი ეს არის ძველი ტრადიციული ქარქაში. განები უფრო მეტია. ქარქაშები უფრო იშვიათია. იმიტომ რომ ქარქაში მალე წყლება წვდება. გასაგებია. ხო და აი ესეთი ტრადიციული, აი კერვაც კი ნახე ადამიანი, ყავს მე არ ვაკეთებ, ყავის გარდა ყველაფერი ჩემს დამზადებულია. ბევრი ძებნის მერე ნახე ისეთი ადამიანი, რომელიც აი ზუსტად ისე შეკერა მე როგორც მინდოდა. ეთებამდე ან კვლევასაც დიდი დრო აქვს აღებული. ირაკლი, ჩაგიკითხები, შენ ბევრი გაქვს მოკვლეული ამაზე. ეს ტიპის ქარქაშები დასავლეთ საქართველოში იყო ეს გავრცელებული, შენ რა იცი? ეს ტიპის ეს არის საერთოდ სვანურისთვის, იმერულისთვის, მეგრულისთვის, აფხაზურისთვის ეს არის ყველაზე გავრცელებული ქარქაშის ტიპი. რაც არის დასავლეთ საქართველოში, რაც ჩვენ გვხვდება რა და მათ შორის ეხა კიდე ვესაუბრე ადამიანებს მესხეთიდან და ესენი ეს ხალხი მეუბნება რომ ჩვენთანაც ეკეთებოდა მესხეთშიო ჩვენც არ დაგვივიწყოთო და საინტერესოა. ძალიან მიხარია ირაკლი რასაც აკეთებ. აი აქაც აი შემილია რომ ამოვიღოთ.
აი ეს ნახე რა მაგარია. ეს არის აი ესე იდებოდა. ეხლა ამას რა დიდი პლუსი აქვს რა. ნადირობაში, თევზაობაში, მუშაობაში ამაში იყრე კარკაში იყრება ხოლმე მტვერი ხანდახან. მე როგორც აბრაზივი ისე მუშაობს და კაცავს. ნებისმიერ შემთხვევაში ამას რო შეიძლება ამოღება, ამის კარგად ამოსუფთავება და თავიდან ისევ ჩადება, ან თუ დასველდა, გასაშრობად არის ძალიან არის. ან უტილიტარული რაც მთავარია სუფთა ქართულიდან. კი. მეგობრებო, ვინც არ იცოდით როგორია სუფთა ქართულიდან, აი ეს არის. ჩემი მიდგომაც ეგეთი იყო, რომ აუცილებლად უნდა ამოდიოდეს, უმაგრესი არის. ხდებოდეს კარგად. რომ არ ფამფალის და ყველაფრის გარეშე რა წესიერად ზუსტად უნდა იყოს გაჭედილი და ეს ყველანაირი წებოს და რაღაცეების გარეშე თვითონ უნდა იყოს ისე რომ ნუ მარტო მექანიკური მოჭიდება უნდა ქონდეს იდეალურად ჩვენთან პოდკასტში შევხვდებით პირობა საჯაროდ აღებული არის და ვისაუბრებთ მაქსიმალურად ბევრ დეტალზე აი ამ საინტერესო საქმეს. როგორც წესი ხა აი ამ დანას რომ დაინახავენ ხოლმე, ამას უძახიან ხოლმე სვანურს. სინამდვილეში სვანური, აი ეს არის სუფთა სვანი, ეს არის მიშა ცინდელიანის ქვემო სვანეთში დამზადებული დანა, ძალიან ცნობილი სვანური ოსტატის. სვანური დანები ცოტა განსხვავდება. ესენი აი შუაში დიდი ღარი რო აქვს და ეს ჯვრები რო აქვს და ესენი უფრო მეტად კეთდებოდა 99%-ში კეთდებოდა ხოლმე იმერეთში. ხო? სვანე, ხო, ეს არის სუფთა იმერული დანები რა. და თუ დავაკვირდებით კიდე მე რაც ძალიან მომწონს, აი ამას განსაკუთრებით ეთყობა ხოლმე. აი აქ ეს ძველდანებს აქვს ხოლმე რა. ეთყობა ხოლმე პატარა საფეხურები. ანუ დანა ბალგარკითი არ არის ამოღებული. ხვეწით არის როგორც ხანჯალზე ისე არის ამოღებული. და ხვეწით რო იღებ, აი ესეთ პატარა იმას იკეთებს ეგეთ რაღაცა. ტალღებს. აბა შეიძლება შევხედო. მაინც ოსტატის თვალი შენ სხვანაირად ხედავ, არ ვიყავი დაკვირებული. კი, არის აუცილებლად აი ხვეწით რო ამოყავს, გინდა არ გინდა ესეც ზედაპირს იტოვებს ხოლმე. მე უკვე გვიან, უკვე დაიწყეს უკვე ბალგარკით ამოღება, ნუ ეხლა. ეს დანები აი დღემდე ხუთაისის ბაზარში რომ მიხვიდეთ, დღემდე არიან ხუთაისში ოსტატები, რომლებიც ამას აკეთებენ და ძალიან საინტერესოა. ესეთი პატარა განსხვავებებია რა, სვანურ დანასა და აი იმერულ დანას შორის ესეთი ნიუანსებში არის. ძალიან მაგარია, რომ ზოგადად ჩდება ესეთი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ფართო მასებისთვის და რა ვიცი, მადლობა ამისთვის. მე პირადად აღმოვაჩინე, ბევრი რამე არ ვიცოდი ქართულ დანაზე და ირაკლისგან ბევრი რამე გავიგე და ეს ქარქაშიც არ მქონა მიხეილ ნანახი და აი თან რო სუფთა ქართული არის და ტრადიციული არის, ნუ ძალიან მაგარი არის. კეთილი. ოჯახ. გიორგი, შენ კიდე არა გაქვს ნანახი? ეს ამერისი. აი ძმაო, რო გეუბნები. აბა ამნახე. ამინატებს და დამასკურებს ვაკეთებდი. ეს არის ხალხო გაკეთებული 2007 წელს. YouTube-ი არ არსებობდა ჯერ კიდე წესიერად რა და ინტერნეტი ფორუმის იქით არ მივიდა. შენი ნამუშევარი. ჩემი ნამუშევარია, ჩემი გაჭედილი, ჩემი დამრი. მაგრამ ამ ეტაპზე გადავედი ამ რაღაცა მონოპოლადებზე და ჯერჯერობით რაღაცა ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ მაგრამ ფანჯლებში ალბათ მიუბრუნდები ისე დამასკურებს. ნახოთ. და შენით ფიქრობ რომ ისევ გამოჭედო. წარმატებები წარმატებები. ძალიან მაგარია, მე გელოდები რომ ვისაუბრებთ უკვე ჩვენთან სტუდიაში და შევთანხმდით. წარმატებები კიდევ ერთხელ. დავედით აბა. დროებით, გაიხარე. დათო გამარჯობა. გეძებდით და გიპოვნეთ. მოვედით. ჩვენ მაყურებლებს უნდა ახსოვდეს დათო აბაშვილი და ის დანა რომელიც ჩვენ გადაცემაში იყო ჯერ დაუსრულებელ ასე ვთქვათ ფორმაში, აი უკვე რამოდენიმე მოდიფიკაციით ხედავთ და მე მიკროფონს ახლა გადავცემ დავიც და თვითონ მოგვიყვება რა გაგვიკეთა და რა მოგვიტანა გამოყენებას. გამარჯობათ, მოგესალმებით. ყველა მოდელი განსხვავებულია ასე თუ ისე, ნუ ერთნაირი არავინ არც ერთი არ არის. ეს იყო თავიდან. ესენი იყო ჩვენთან, ხო განსა გადაცემაში ესენი იყო. ჩვენთან გადაცემაში. ესენი არ მაქვს. ეს გემახდა ცნობად სუადრე და ნუ ესენი მის ვა, ფიქსებიც არის, შეფუთვებიც ახალი არის. წარმატებები ბევრი დავით. რამდენი მოდელი არის სულ ახლა რა გამოგვდის ანუ? სადღაც მე მგონი 10 მოდელი. 10 მოდელი არის. ფუტუს გიხდით, გადავლესაო მე თვითონ. აკენი გიო. პირი მივადე. მოკლედ Old Bones-ი როგორც ბრენდი, ანუ ესე სერიოზული პირველი ნაბიჯი გადადგმული არის, მე ძალიან მომწონს ეს დანები და არ ვიცი, ძალიან გამიხარდა რომ მოკლე დროში, ანუ ჩვენი ბოდიში თქმა არის მოდა ჩემი, მოკლე დროში ჩვენი გადაცემიდან უკვე გამოფენაზე შევხვდით და ვიცი და
მე მგონი კადრებში ძალიან კარგად დაინახავთ რამხელაში რომ არის ჩადებული მასალებზე ორი სიტყვით რო გითხრა რა გვაქვს აქ მასალა ყველას აქვს ტიტანის ტარი, რამოდენიმე მაგნათა ქათის ფოლადია და დანარჩენი NX-90 არის. ანუ სულ ისეთი რა, ანუ პრემიალური მასალები არის, ანუ NX-90 არის ყველაზე ისეთი რა, ქვედა დონე და ვიცით როგორი მაგარი ფოლადი არის, ბიოლერის NX-90. მაგნაკატი, ტიტანი, Old Bones-ი და შეიძლება მარტივად ავიცი. ძალიან მაგარია. მოკლედ მეგობრებო, ვინც არიცით, მოკლედ Old Bone Knives ესეთი ძალიან მაგარი ბრენდი, ძალიან მაგარი დასაწყისი გვაქვს და წარმატება უსურვოთ დავიც. და რაც თავარი, ანუ ვიზუალურად და ანუ აი ჩაკეტვით და ყველაფრით არის აი რაღაცა განსხვავებული ტიპია რა, ანუ არ ვერ შეხვდებით მსგავს სხვა ასე ვთქვათ უცხოელ ანალოგებს ვერ მოუნახავთ რა. წარმატებები გენაცვალე კიდევ. მადლობა. დათო, სანამ გავალთ, ამდენაზეც მაინც ისეთი ლამაზი გრინდი აქვს ამ დანას. კი, ნუ ცოტა რაღაცა ესეთი აბსტრაქტული ღარები აქვს ჭრის გასაუმჯობესებლად არის ალბათ და ცოტა ვიზუალური მხარეც ძალიან სტამბეშტავი არის. მიხეილ, გინახავ შენ ესეთი გრინდი და აქეთ ამ მხარეს ანუ ჩიზელი გვაქვს. გარე ლინზია, ეხლა თვალით არ ეს გარე ლინზა არის. ვა, ძალიან საინტერესოა. ნუ ჭაც ეს არის ოსტატის ფინტები რა, როგორც რა ქვია, გარენჩა ფინტაობდა, ეხლა დათოს ფინტები არის, ეს ესე მაგრად გაკეთებული რა. გარე ლინზა და გრინდები. დათო, ძალიან მაგარია, დათო, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. წარმატებები, აბა. ნელ-ნელა გაგაცნობთ კიდევ სხვა ოსტატებსაც. აი, გადავინაცვლოთ ჩვენთან მიხეილ. თევზაო ინსტრუმენტი არის, თევზის გასათიშად არის და სასწორი არის, ამაზე რო კიდებ, გერმანული არის, აი ხაზებზე რასაც დაკიდებ, წონას წერს. ანუ სუფთა სანადირო ისა, სათევზაოდან არის და ამაზე და ეს ცივი არაღი არისო. ანუ სულად აბსურდში არიან ახლა. ეს სამეურნეო ინსტრუმენტი არის და ეს ცივი არაღი არის. ნუ ეგ ყველაფერი იმისი ბრალი არის, რომ კანონმა დაუტოვა ეს თავისუფლება რა. და დანარჩენი ახლა როგორც თვითონ წყვეტი. კი, ხო და კი, ანუ ფაქტიურად კანონსაც არ არღვევენ, ისე რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო შეიძლება წერონ, იმიტომ რომ ექსპერტი იტყვის, რომ მე ამ მეთოდოლოგიით ვიმჯელე, იმან იმ მეთოდოლოგიით იმჯელა. არაფერი. უყურე, ეხლა რო აღარ აჯარიმებენ ამ მრავალ ფუნქციურებზე, რატო არ აჯარიმებენ? პოლიციელებმაც არიციან ეგ ბევრმა, ჩემგან გაიგეს ბევრმა, რატო არ აჯარიმებენ? იმიტომ რომ კანონი არ შეცვლილა. ერთადერთი მეთოდოლოგია შეცვალეს 2019-ში. იხდი, ანუ არავინ არის ის მეთოდოლოგიის შესახებ ექსპერტის გარდა. და იმ მეთოდოლოგიაში ჩაწერეს, რომ მრავალფუნქციურები არ იყოს ცივი არაღი. ისიც ალბათ ვიღაცა შინაური წაართვეს პატარა ვიქტორინოქსი და იმაზე გამწარდა რა და მაგაზე მე ვიღაცა მიაწერი გააკეთა. ისე რომ არავინ არ იცოდა, პოლიციელიც ვერ ხვდებოდა, რატო უბრუნებდნენ უკან, იმიტომ რომ მანამდე აჯარიმებდნენ. კანონი არ შეცვლილა. ხო და აი ეგ ტოვებს ისა კანონის ბუნდოვანება არის ეგ თემა რა. ხო და რავი, 3 საჩივარი მაქვს შეტანილი სასამართლოში. დანარჩენი ვნახოთ რა გამოვა. ესეც არ არის ცივი არაღი, ნაჯახითაც შეგიძლია სიარული და აქ რაც არის ვიქტორინოქსით არ შეგიძლია მარტო. დანარჩენი ცივი არაღები არ არის. მაგას პროფის გასახსნელად ხონდეს შეიძლება უკვე? იცი რა არის ექსპერტიზაზეა დამოკიდებული და მეთოდოლოგიაზე როგორ შეაფასებენ. იცი როგორი თემა არის კანონში
პარლამენტარებმა აკრძალეს ცივი იარაღი მხოლოდ. რო ცივი იარაღის ტარება არ შეიძლება, მაგრამ მე მეტროლოგიის სააგენტო საზღვრავს როგორი სტანდარტით უნდა მიუდგნენ ექსპერტები. იმათ დაადგინეს სტანდარტი, რომ ცივი იარაღისათვის კვალიფიკაციისათვის ნიც უნდა ახასიათოს ჭრელი მჩხვლეტავი და ის რაც ვიცით. და იქნებ ჭრელი და მჩხვლეტავები რა არის, მაგას უკვე ექსპერტები წყვეტენ. უბრალოდ მათ პრობლემა ის არის, რომ მეთოდოლოგიები ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით შეიძლება ეს დანა იყოს ცივი იარაღი, იმიტომ რომ ეს მეთოდოლოგია სწავლობს კვალს, რის მიხედვით რა დატოვა კვალი, მაგალითად დანით არის გაჭრილი თუ რაღაცით არის გაჭრილი, ხო ხვდებით ტანსაცმელზე დანაშაულის შემდეგ. მაგრამ მეორე მეთოდოლოგია არის, რომელიც სწავლობს მაგალითად სამეურნეოა იარაღი თუ საყოფა ცხოვრებაა თუ ცივი იარაღი არის. ხო ხვდებით და დანარჩენი ახლა ამ მეთოდოლოგიით ყველა მჭრელი არის. მაგის მიხედვით ყველა ცივი იარაღი იქნება მაგალითად, მაგრამ სამეურნეო იარაღების მიხედვით ხო ზოგი შეიძლება სამეურნეო იყოს, ზოგი ცივი იარაღი იყოს. მაგ პრობლემა არის მათ რომ მეთოდოლოგიები არის და მეთოდოლოგიები იციან მარტო ექსპერტებმა ბევრი აქვს და როგორც უნდათ ისე საზღვრავენ მაგას. ქონია შემთხვევა რომ ეს და იგივე დანაზე ორი პასუხი. კი, ახლა დამაჯარიმეს, წინა კვირას დამაჯარიმეს, ერთი და იგივე დანაზე, მაგალითად აი ამ დანაზე ეს მეორე წამღებული აქვს, კამუფლირებული არის ის და შავი პირით არის, ანუ სტანდარტული არის ეს რო სახალისო პირებშია. აი მაგალითად ესეთი, ოღონდ ცოტა დიდი. ხო და 4 დასკვნა მაქვს ამაზე, აი აქ დევს 4-ის დასკვნა, რომ ცივი იარაღი არ არის. გადააგზავნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და იმათ დაწერეს, რომ ცივი იარაღია. ანუ გამოვიდა, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო დაწერეს. და მაგი უკვე საინტერესო არის ეგეთი ფაქტი არ მოხდა რა პირველი არის ეგეთი ფაქტი და ახლა სასამართლოში მაგაზე ვიდავებთ რა კარგად. იმიტომ რომ 4 დასკვნა მაქვს და მე-5 ერთმანეთის საწინააღმდეგოს წერენ და თვითონ ვერ გარკვეულან ჩვენ რა უნდა გავიგოთ. ეგეთი ფაქტი არ მოხდა რა აქამდე რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო დაეწეროთ. მაგალითად ესეც არ არის ცივი იარაღი ახლა მაჩეტე ჯერ ვერ მოვიცალე მაჩეტეს მისატანად, მაგრამ მაჩეტეც უკვე სამეურნეო იარაღში გადის. ახლა არანაირი სხვაობა არ არის ნაჯახსა და ამას შორის. ისა მაჩეტესა და ამას შორის. ხო და ეგეთი ნივთები ბევრი დაგროვდა და ამაზე წერია რომ ხარი ჩამკეტი მექანიზმი აქვს, ხვდები? ანუ სულად უკანონობაში არიან გადასულები. იდეაში ყალბი ექსპერტიზის დასკვნას რო წერს სისხლის სამართალი არის ეგ საერთოდ. ცოტა ახლა ადეკვატური რო იყოს სიტუაცია, ხო, მაგაზე დასაჭერია ექსპერტი, რომ ამას ყარი ჩამკეტი მექანიზმი აქვს. ხვდები? საერთოდ არა აქვს. და აგერ მაქვს მეთოდოლოგია, რითიც ექსპერტიზამ უნდა იხელმძღვანელოს, რომ ყარი სიმყარეც ხო უნდა გაზომოს რამენაირად. აი ესე კიდებს და აქ თუ 5 კილოს დაკიდებს და დაიკეცება. ესე იგი არა აქვს ყარი ჩამკეტი მექანიზმი და თუ უძლებს 5 კილოს, ესე იგი მყარია. ნუ ლოგიკური არის, ახლა იმაზე შეიძლება იტოვო 5 იყოს თუ 10 კილო იყოს, მაგრამ ნუ ლოგიკური არის, რომ რაღაცით ზომავდა. ახლა ხო და ამაზე ეგრევე დაწერა რომ ის არის ყარი ჩამკეტი მექანიზმი აქვს. როცა პირდაპირ წერია მახასიათებელი დანას რო ყიდის ადამიანი, გეუბნება რომ ჩამკეტი არ აქვს, საბუთში უწერია. ხო და აი ამაზე მაგალითად, ამაზე ვარ დაჯარიმებული. ახლა ამ მეთოდოლოგიის მიხედვითაც რო გადმომცეს დასკვნა ჯარიმას რო გიწერენ, მერე გადმოგცემენ როგორ ჩაატარეს, როგორ დაადგინეს ეს რო ცივი იარაღი არის. და შესოს ადგენს ესე რომ თელი ძალით ურტყავენ ფიჭვის დაფას. ოღონდ განივათ უნდა იყოს. ბოჭკოები ხო არის, ესე კი არ უნდა იყოს, ესე უნდა იყოს. და უნდა შევიდეს 10 მმ-ზე მაინც. რომ დადგინეს მჩხვლეტავი თვისება. მაგათი მოწოდებული დოკუმენტი არის, მაგით მიხედვით საზღვრავენ და ამ დანაზე დამიწერეს, რომ მაქსიმალურად 50-მდე უნდა დაარტყან. და ანუ 50-მდე დაარტყეს და ყველა ჯერზე შედის 10 მმ-ზე. წარმოვიდგინე ბოჭკოებს, რომელსაც ჩამკეტი არა აქვს და ხელში გისრიალებს. ეხლა სასამართლო თუ იქნება, ეხლა ამაზე ექსპერტიზას მოვითხოვთ, რომ იქ ჩაატარონ დასკვნა. ადგილზე რომ ჩაატაროს, ეს გამორიცხული არის, ხელებს დაიჩეხავ ამისთვის. როგორ? კი, ამაზე თავარია რომ უბრალოდ სასამართლო დაინიშნოს, იმიტომ რომ სასამართლო საწარმოა. 2 წლის წინ მაქვს პირველი საჩივარი შეტანილი, მესამე დაიწყო მე მგონი და ნუ არ ნიშნავენ პროცესს რა. სიბასრე იზომება ჭრელი პირის თვითონ აი ეს რაც არის, მაგისი დიამეტრით. მაგას აი შეგახედებთ მიკროსკოპში. რო დიდება, აი ეს მაგალითად დანა რო ილესება, ბოლოს ყოველთვის აქვს რაღაცა მსგავსი მიკროსკოპში რო გაადიდოთ, ბოლოს რაღაცა დონეზე, მე უკვე ესე ხდება და აი მისი დიამეტრი არის სიბასრის მანიშნებელი. სიბასრი არ ნიშნავს, რაც უფრო ბასრი არის, არ ნიშნავს, რომ იმას ვან კარგად ჭრის, ცუდად ჭრის, არა, სიბასრი არის უბრალოდ სიბასრის მანიშნებელი. შესაბამისად, რო ბლაგდება ნენელა, აი ეს დიამეტრი იზრდება და ეგ არის სიბასრე. დანარჩენი გადავიდეთ ახლა მჭრელ თვისებაზე. დანას როცა ვლესავთ, ბევრს გონია რომ დანაში ჭრის მარტო ლესვა ჭრის. სინამდვილეში ჭრის ლესვასთან ერთად ფოლადიც და გეომეტრიაც. ფოლადის ჭრაზე რო ვისაუბროთ, აი ეს არის მაგალითად K390 მიკროსკოპში გადიდებული. K390 არის ძალიან მაგარი მჭრელი ფოლადი, ცოტა პოპულარული არ არის, იმიტომ რომ ჟანგბადია, მაგრამ ჭრის თვისება აქვს სასწაული. ესენი არის კარბიდები.
ანუ ზოგდანაც უხდება ცოტა უხეში ლესვა, რო უხეში ქვით არის, იმიტომ რომ ხერხი რო ქონდეს, ცოტა უხეში ხერხი რო ქონდეს, ის ჭრაში ეხმარება. ამის შემთხვევაში არის ფოლადები ძალიან მაღალი დონის ფოლადები რო არის. ამ შემთხვევაში აი ეს კარბიდები იმდენად კარგად აქვს გამოყვანილი, რომ ჯობია რაც შეიძლება წმინდად გაილესოს, იმიტომ რომ თუ ნორმალურად აწვრთობს ადამიანი, აი ეს მატრიცა არის შედარებით რბილი და ეს კარბიდები არის ძალიან მაგარი. შესაბამისად, დანა რო იწყებს ცვეთას, პირველი ცვდება ეს. ბევრს გონია რომ დანა რაც შეიძლება რთული სალესი რო არის, რომ ის კარგად ჭრის და ასე შემდეგ და ეგ პირიქით არ ვარგა. ამ შემთხვევაში K390 კარგად გამოყვანილი არის ძალიან ადვილი გასალესი, მაგრამ ჭრის ყველაზე მეც. აი იმიტომ რომ როცა ცვდება პირველი ეს და კარბიდები გამოდის სულ ზედაპირზე და შესაბამისად სულ გვაქვს ერთი წამით აი ესეთი ხერხი გვაქვს პატარა სულ, აი სულ ხერხი არის და დანა შეიძლება ბლაგვი იყოს, მაგალითად ერთი დანა შეიძლება იყოს ბასრი და კარბიდები არ ქონდეს და მეორე შეიძლება იყოს ბლაგვი და ბევრად უკეთესად ჭრიდეს ეს იმ კონკრეტულს. კაი, გამოვჩა რამე? თუ გადავიდეთ შემდეგზე. კაი, ლესვის თემებში ლესვა არის რა, რომ უფრო ძლიერი ფრაქცია, ფოლადი უფრო სუსტი არის და ის იღებს იმ ფოლადს. მაგ შემთხვევაში, მაგალითად არის ქვები, რომელიც შედარებით სუსტ ფოლადებს კარგად ერევა, არის ფოლადები, რომლებსაც მაგალითად ZDP-ს, Rexas-21-ს და ასე შემდეგ ჭირდება ბევრად ძლიერი, იმიტომ რომ იმათ მაღალი სისალი აქვთ და უკვე ჭირდება ელბორები და ალმასები, რომ ისინი გაილესოს ხოლმე. ყველაფერი ლესვა არის, ზოგი მეკითხება, რომ სწორი ლესვა რა არის და როგორ უნდა გავლესოთ. ყველაფერი ლესვა არის, ესეც კი სალესი არის და ამ სალესაც აქვს არსებობის უფლება. იმიტომ რომ მაგალითად აი ესეთი დანა, რომელიც ძალიან დაბალი დონის დანა არის. ამის გალესვა სხვა მეთოდებით არ აღის, იმიტომ რომ არა გამართლებული არის. ამ შემთხვევაში ფოლადი ძალიან რბილი არის. აი ესე რომ ჩადებთ ეს თლის ფოლადს და სახში გაჭრის პამიდორს ისევ რა და როცა იქნება დაბლავდება ისევ გაატარებთ ნახევარ საათში, მაგრამ ცოტა უკეთესი ფოლადები რო გვაქვს და დანაში მეტი რო გვაქვს გადახდილით, ხო გვინდა რომ იმის რესურსი გამოვიყენოთ. ისინი უნდა გაილესოს უკვე შესაბამისად. მაგის სწორის ლესვის მეთოდი არის უკვე ყველა შემთხვევაში აი ესეთი სალესები, ან ესეთი სალესები. ეხლა სახლის პირობებში მე ყველას ურჩევ ხოლმე რომ ყველაზე მარტივი არის მასათით გამოიყვან, თუმცა ბევრ შედეგს ვერ იღებს, უბრალოდ გალესილი უნდა იყოს დანა და კაი ხანი იმუშავებს მასათის სწორი მოხმარება ისიც. ჩაუღრმავდით მასათსაც თუ ვინა მასათი. კაი, მაშინ მე ჩამეკითხეთ თუ რამე არის და სახლის პირობებში მასათის მერე ყველაზე გამართლებული არის აი ეს სალესი ქვა. ჯაფანის whetstones რო ეძახიან. ამ შემთხვევაში შედეგი კარგი არის, წყალი ესხმება, ფოლადი არ გრილდება, თუმცა პრობლემა არის ხოლმე ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი პრობლემა, რაც მეც გამომიწია ჩემ თავზე და ხშირად მქონია ერთი წამით კუთხის დაჭერა. წეღანაც ვთქვი მე რომ სიბასრე არ არის მანიშნებელი იმისი დანა კარგი გალესილი არის თუ ცუდი გალესილი არის. დანა შეიძლება თმეს ძალიან მაგრად პარსავდეს, მაგრამ ძალიან ცუდი გალესილი იყოს. ხელით ლესვის შემთხვევაში პრობლემა არის ალბათ ძირითადში ნერვები რა, იმიტომ რომ ამას დრო უნდა ნახევარი საათი რო ლესავთ ესე კუთხე რო გამოყავს. ერთხელ მაინც ერთი გატარება ცოტათი ზედმეტად წამოწიოთ და გაატაროთ. გამოდის რომ თქვენ უკვე კუთხე დააბლაგვით და უკვე მაღალ გრადუსი არის გალესილი. შესაბამისად, არის რაღაცა საშუალებები რომ აი მსგავსი კუთხის სამაგრები მოიგონეს რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კარგი არ შემხვედრია, იმიტომ რომ ესენიც თამაშობს, ესენიც წვდება. ყველაზე კარგი რაც არის, აი აქ მაგრდება ხოლმე კუთხეები, კუთხეს აფიქსირებთ, რომ ხელის გაიდივით გაქვთ და იმითი შეგიძლიათ რომ ლესოთ. დანარჩენი ამის შემდეგ თუ გააქვთ სურვილი რომ კიდევ უფრო შეყვეთ დანებს და უფრო კიდევ უკეთესი ხარისხი მიიღოთ, მე ალბათ არის უკვე აი ეს სალესი სისტემები. პირადად მე ამას რამდენიმე წელია ვიყენებ, გალესილი მექნება არ ვიცი 1000-ობით დანა, ალბათ 5000-ზე მეტი შეიძლება 1000-ზე ვარ. და ამაზე კარგი ჯეჯერობით ვერ ჩავანაცვლე. მაგისთვის ახლა გადავლესოთ ეგასაც შეგახედებთ და ხო, ასევე მეკითხებიან ხოლმე აი ქვაზე გადავალ ბარემ უკვე ქვაზე რომ რომელი ფრაქციით უნდა გაილესოს ქვა და რომელი ჯობია და რომელი არა. ძალიან ინდივიდუალური არის ეგეც რა. ყველას ვურჩევ რომ მიახლოებით თუ ერთი ქვა გინდათ რომ 1000-იანი ქვით დაიწყოთ. 1000-იანი ქვა არის ის რომ სიბასრესაც აღებინებს ნორმალურად და ფოლადსაც ნორმალურად იღებს. დანარჩენი თუ უფრო მაღალი არის ეს ციფრი, შესაბამისად სიბასრეს მეც აღებინებს, მაგრამ ფოლადს ძალიან ნელა იღებს. საერთო ჯამში ჯობია რომ სულ რამდენიმე ქვა გქონდეთ. დანარჩენი ახლა ყველა ფოლადზე ინდივიდუალურად მუშაობს ყველა ქვა. იმიტომ რომ თუ ფოლადს მაღალი სისალი აქვს მაგალითად, აი 1000-იანმა ქვამ შეიძლება აი თითქმის ვერ დაკაწროს, იმიტომ რომ ეს ფოლადი ძალიან ძლიერი არის და თუ ფოლადი ძალიან რბილი არის, მაგალითად აი ესეთი შემთხვევაში, შესაბამისად ეს ბევრად მეტნაკაწრს გაუკეთებს და ბევრად სიღრმეში შევა ამისი ფრაქცია. შესაბამისად იგივე არის ალმასებზეც და ელბურებზეც. ალმასებზე და ელბურებზე მაგარი სალესები ჯეჯერობით მე არ შემხვედრია და
ძალიან მაღალი სისალი აქვს მაგათ. შესაბამისად ძალიან მაღალი დონის ფოლადებზე, მაგალითად რომ მქონია თავიდან ამ ეს დანა რომ მქონდა და ფუნლოვანი ფოლადები რო ჩამივარდა, გამოვიდა ისე რომ ჩვეულებრივ დანას თუ 15 წუთში ვლესავდი სიტყვაზე, ამაზე მომიწია 1 საათი ლესვა, იმიტომ რომ ფიზიკურად ფოლადს ვერ იღებდა და ალმასები და ელბორები ძალიან კარგად ერევა. პლუს კიდე ეგეც დამოკიდებული არის რამდენად დააჭერთ ხელს შესაბამისად და პლუს რამდენად დიდი არის შეხების ზედაპირი. ელემენტარული აი მე ფიზიკოსი არა ვარ, მაგრამ აი შეხების ზედაპირი რაც მეტი არის, ხო, მით შესაბამისად ნაკლები დატვირთვა მოდის იმას და ნაკლები ნაკაწროს უკეთებს. აი მაგალითად მასათზე რო ავიღოთ მაგალითი. აი ახლა მასათზე როცა ვასწორებთ პირს, აი ოდნავ ჭირდება დადება, დაჭერა არ ჭირდება, იმიტომ რომ მასათი მრგვალი არის და აქაც შეხების წერტილი რო გადდოთ, არის ერთი პატარა წერტილი. შესაბამისად დაჭერა არ ჭირდება, ოდნავ უნდა დაადოთ და ესე გაასრიალოთ და აქ თუ შესაბამისად დიდი არის შეხების წერტილი, უკვე იგივე ზეწოლით ნაკლებ ნაკაწრს გაუკეთებთ. შესაბამისად გამოდის რომ ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად მუშაობს სალესი ქვები. აი, ძალიან ხო არ ვარ ჩართული. ეხლა ყველა სალეს ჭირდება მიჩვევა, რაც არ უნდა მაგარი სალესი იყოს. ყველაფერს უნდა მიჩვევა. შეიძლება ვიღაცამ იმაზე ვერ გალესოს კარგად და ვიღაცა ძალიან კარგად მიჩვეული წლები ლესავდეს ამაზე და ამ ქვაზე უკეთესად გალესოს. მე ნებისმიერ სალესზე იმაზეც რო ვიყავი, ხო, რამდენიმე თვე დამჭირდა იმაზეც რომ მიჩვეულიყავი სალესვას. ამაზეც ამ სალესზე ბევრი გამიგია უარყოფითი კომენტარი რომ ვერ ვლესავ და ასე შემდეგ. რო ჩამომივიდა, იმდენად ცუდი გამოცდილება მივიღე, რამდენიმე დანა გავაფუჭე, რაღაცები იმავსქენი, რაღაც თავის დავიზიანე, ამის რამდენიმე თვე მქონა მიგდებული. თუმცა მიახლოებით ალბათ ერთი 4-5 თვის მერე ნელა ცოტა შევეჩვი ამ დანადგას და ნელა დავიწყე ესე რომ კარგი შედეგი მიმიღო. ნუ პირველი არის ის რომ საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს ქვა. მაგაზეც კითხულობს ბევრი რომ აქვს თუ არა მაგას საპირისპირო მიმართულებით რაღაცა მნიშვნელობა რომ ლოგიკა რომ ისე უნდა გაილესოს თუ ესე უნდა გაილესოს. სიმართლე გითხრათ, ნუ დადასტურებული არ არის მაგას აქვს თუ არა მნიშვნელობა. ერთი თეორია არის ის რომ როცა ესე უსმევ ქვას, ფოლადი შეიძლება წამოიჭიმოს და დასუსტდეს. თუმცა ნუ დადასტურებული არ არის რომ ისე მეჭრის თუ ესე მეჭრის და ჩემ შემთხვევაში ეს ბევრად პლუსი არის, იმიტომ რომ ანატკეც ბევრად ნაკლებს იკეთებს. როცა ესე მოდის, ეხლა უკან რომ მიდის, ის ანატკეცი ძალიან დიდი გამოდის ხოლმე და ეგრე მირჩევნია ხოლმე. თუმცა ამას პატარა სიფრთხილე უნდა საპირისპირო ქვით მიმართულებით რომ მოძრაობს. აბა ვნახოთ არსებული კუთხე. ნუ ეს ძალიან დაბალი არის. ამ შემთხვევაში ეხლა ხელით რო ვლესავდი ამას, ხელით დაუყენებდი კარგად კუთხეს. და შევურჩევდი მიახლოებით 40 გრადუსს რა. 40 გრადუსი არის ჯიბის დანისათვის ძალიან კარგი. 40 გრადუსზე უკვე ცოტა უხეში მოხმარებისთვის არის გათვლილი, მაგრამ ლესვი მჭრელი თვისებაც კარგად შენარჩუნებული აქვს. მაგალითად, რამხელა მნიშვნელობა აქვს გრადუს მაგი რო აგიხსნათ, ერთი და იგივე დანა 26 გრადუსზე გალესილი თუ თოქ ჭრის 500 ჯერ, მაგალითად 55 გრადუსზე რო გადავლესოთ, თოკი შეიძლება გაჭრას 50 ჯერ და მეტი ვეღარ გაჭრას. ანუ იმდენად ჭრის ამ მჭრელ თვისებას, ცვლის მჭრელ თვისებას. კაი, წამოუწიოთ. კაი, ნუ ახლა ჩემი აზრით ვართ მიახლოებით 40 გრადუსის ფარგლებში. ვნახოთ ქარხნულიც. ნუ ქარხნული ახლა ზემოთ ხდება ქვა, ნალესპირზე არ ხდება. ამ შემთხვევაში ზემოთ ხდება. შესაბამისად, ოდნავ მაღალ გრადუსი არის შედარებით გალესილი ქვა. ოდნავ მეც წამოუწევ და ოდნავ ქარხუნა კუთხეც დაუწიოთ. ნუ აი ეს არის დანარჩენი არის ხელის მიჩვევის ამბავი, იმიტომ რომ წვეტი არ უნდა დავაზიანოთ თავარია და აქ არ უნდა ავიღოთ მეტი ფოლადი. მაგალითად, ლესვას რო ვიწყებთ აქედან ბევრს მოსდის დანის ხელოსნებსაც, დანის პირი რო გამოყოთ, პირველი ამ კუთხეს რო ადებენ, აი აქ მუცელი გამოსდით ხოლმე და ბევრად მეტ ფოლადს იღებენ ხოლმე და მაგას ჭირდება ყურადღება, რომ აი აქ მეტი ფოლადი არ ავიღოთ, რომ მაშინვე დავიწყოთ გასმა. და წვეტით, აი ესე არ უნდა აატრიალო ოდნავ. გინა ამ ლესვის შემთხვევაში, გინა იმ ლესვის შემთხვევაში, წვეტს თუ ოდნავ ავატრიალებთ, აი ეს წვეტი ეგრევე აი ესე დაბლაგდება და რომელსაც ჩათვალეთ, რომ წვეტი მოტეხილი არის და ძალიან ბევრ დანაზე ხდება, ეგენი ქარხუნდანებზეც არის ხოლმე, რომ ეგრე აქვთ განალესები. ნუ ლამაზად რომ გამოვიყვანოთ წვეტი, იგივენაირად უნდა მოძრაობდეს. სხვა ეხლა ეს ესე რო გავლესოთ, მივიღებთ
კარგ შედეგს. მთავარი არის მე უკვე ვიზუალური მხარე რა. აქედანაც და იქიდანაც რომ თანაბარი ლამაზი ნალესი იყოს. მაგი უკვე თვალზე არის. ხშირად მე ხა თვალი რომ მეღლება ხოლმე, მე რევა ხოლმე აქედან შეხედავ, აქედან შეხედავ რომ გააწონასწორო რა და. ნუ საბოლოო ჯამში მაინც ნორმალური გამოდის ხოლმე. ხლა აქ შედარებით მეტი რო ვამუშაოთ, აი აქ უკვე დაპატარავდება ნალესი. კუთხე იგივე იქნება, მჭრელი თვისება მე არ ამგონია შეიცვალოს დიდად, მაგრამ ნუ ვიზუალში უკვე ძალიან ცუდი გამოდის. შესაბამისად ნუ დანარჩენი თვალით უნდა გასწორდეს. აი, გალესვით გალესილი არის დანა. დანარჩენი ახლა გადასაწყვეტი არის რა სიბაზრეზე გვინდა ავიყვანოთ, იმიტომ რომ მაგალითად ახლა ხელით რო ვლესავდეთ და სხვადასხვა ქვებით ვლესავდეთ. უხეშქვაზე რო დაამთავრეთ, მე შეგიძლია უფრო და უფრო წმინდა ქვებზე გადალესო და სიბაზრე უფრო და უფრო მომატო. ეგ უკვე დამოკიდებულია იმაზე, თქვათ, რამდენად ბასრი გჭირდება დანა. ამ შემთხვევაში ახლა ეს 1000-იანი ქვა არის. მე ესეთი მეთოდი მაქვს, რომ ახლა ამას ანატკეციც აქვს. ხელს რო გაუსმევთ, აი წეღა რო გაჩვენეთ, უკვე აი ეს წანაზარდი აქვს გაკეთებული ამას. ამისი მოხსნის მეთოდი მე ესე მაქვს ახლა ამაზე გამოცდილება მიღებული, რომ დანას უკვე აღარ ვაჭერ, ძალიან ცოტათი ვადებ, რომ შედარებით ნაკლები ნაკაწრი გაუკეთოს და ანუ იმუშაოს როგორც უფრო წმინდა ქვა. მაგალითად, წეღან თუ ვაჭერდი და როგორც 1000-იანი მუშაობდა, ახლა ძალიან მსუბუქი დადებით. შეიძლება როგორც 2000-იანი უკეთებს ნაკაწრს, ეგეთი ნაკაწრები გაუკეთოს. და აი ესე ჯერ ერთ ხარეს გავატარებ, მე მეორე მხარეს გავატარებ. ეხლა უკვე სიბასრესაც მატულობს და ანატკეცაც ხსნილი ნენელა აქეთ გადაიღუნება, იქით გადაიღუნება და ნენელა მოტყდება. ჩინურზეც და ამაზეც კუთხეა შეკრული, მეტი არაფერი არ არის, ხო? დანა უჭირავს ესე და ეს. აქ თავარი არის ის, რომ აი ეს რო ტრიალებს, კუთხეებს არ ურევდეს, იმიტომ რომ აი ძალიან ზუსტად უნდა იყოს გაკეთებული ხარატის გაკეთებული რომ აი ეს კუთხეები არ აირიოს პლუს ესენიც ეს ტუჩები რომ არის დანას ძალიან კარგად უნდა იჭერდეს რომ საბოლოო ჯამში კარგად მყარად იყოს და აი ეს თლიანი კვანძი აქ დანას რო აჭერთ აი ეს ლუფტები არ უნდა ქონდეს რომ კუთხე კარგად დაიჭიროთ მეტი აქ არაფერი არ არის დანარჩენი კომფორტის თემა არის რა ეხლა რაც უფრო ძვირიანია უფრო კომფორტული არის რაღაცა ნავაროტკები აქვს ესე ვთქვათ რა და ანუ ლესვის კუთხეს აი ამ წერტილის და აი ამ ქვის დაქანებას. რაც უფრო ზემოთ ავწევთ, გრადუსი იზრდება, რაც უფრო ქვემოთ ავწევთ, გრადუსი მცირდება. მაგაზია რა კარგ სალეს სისტემას, ესენი კარგი აქვს და ცუდს დაბალი დონისას. შეიძლება ეს სიფტყე ცოტა არეული ქონეს, აქ ცოტა არეული ქონეს, დანა ცოტა არეული იყოს და უკვე ბევრ რაღაცაში ნენელა აისახება ეს. თუმცა გალესვით მაინც გალესავთ რა. ხო, გალესვით მაინც გალესავ მეგობარო რა. კი. თუმცა ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ტყუილი არ ღირს მეტი ეხლა და შედეგსაც მეც გიღებ და ბევრ შეცდომას გაპატიებთ კიდე ესეც. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად გამოფენიდან დავბრუნდით ჩვენთან ასე ვთქვათ სტუდიაში სამსახურში. დღევანდელ დღეს ასე ვთქვათ შეჯამების თვალსაზრისით ბატონო გიორგი პირველი იყო ჩვენთვის თან მუშაობათან გადაღება და რა სიტყვა შეჯამებას რა გითხრა, ისეთი ამბავი იყო, რომ იქ ვერც დავემშვიდობეთ იქიდან მიხეილ. ეგ არის შემაჯამებელი. ცოტა დავიბენი, მე მინდა ვაღიარო, იმიტომ რომ ესეთი ფორმატით გადაღება აბსოლუტურად სხვა თემა ყოფილა და ამას ჭირდება უფრო მომზადებაც, რაღაცა წავარჯიშებაც და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში უკეთესი გამოგვივა და ამჯერად მეგობრებო, სულით და გულით, რასაც ვეცადეთ, იხილეთ, ხო და
რა ვიცი. სიმართლე გითხრა, ემოციების ფონზე არც მახსოვს დიდად რა ხდებოდა, იმდენ ხალხს ვესაუბრე, იმდენ ხალხს მევსამე და მოკლედ ყოველ შემთხვევაში რომ იმას დამონტაჟდება ეს ვიდეო, ერთად ჩავუძდებით ალბათ მაყურებლებს და მეც, იმიტომ რომ საერთოდ არ მაქვს არაფერი. კი ბატონო. რა ვიცი, რაც შეეხება გამოფენის შეფასებით ნაწილს, სადაც ვისაუბრებთ უკვე რა ტენდენციები დავინახეთ, რას ვფიქრობთ, რა პრობლემები არის, შემდეგ ვიდეოში საკმაოდ რცლად დავსხდებით მე და ბატონი გიორგი და ჩვენ მოსაზრებებს განვავრცობთ. ეთილი. რა ვიცი, რა უნდა ვთქვათ კიდე მიულოცოთ ალბათ რომ შედგა გამოფენა და მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ორგანიზებისთვის, ჩამობრძანებისთვის საზღვარგარეთიდან და კი ბატონო. ესე გავაგრძელოთ. რა ვიცი, დაგემშვიდობებით შემოკარგებო და მოკლედ მომდევნო ვიდეოში დაელოდეთ ჩვენ შეფასებით ნაწილს. მადლობა ყურადღებისთვის. ადლობა.